საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. განსაკუთრებით მივესალმები ექსტასში შესულ ქოცბანდას. ბარო ქოცეები, დავახართ ქოცეები. ბედნიერებაში ხართ ქოცეები? ჩვენი სახა გლოვოს კურიერებისთვის დროშები აუკიდებიათ თურმე ქართული ოცნების და დარბიან თურმე მთელ ქალაქში და ბედნიერები თურმე ბედნიერი კურიერები ღერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინაო თურმე იმას დაათრევენ ქოცეების დროშებს. და ბედნიერია სამყარო. იმ კურიერებში გონია ქართველი აღარ დარჩა, მომშევარი და ჩამოსული ინდუსი და არაბი და პაკისტანელი ძალიან დიდი მადლიერი იქნება თქვენი და ცოცხს იმაზე კი არა ერთ ადგილას გეითხოვს თუ საქმეს დაჭირდება. ძალიან ბედნიერები ხართ ქოცეები. მოკლედ. რა თქმა უნდა, მინდა გამოვეხმაურო ქოცეების მიერ ძეგლის დადგმას. ერეკლე მეფის, რა ვიცი, რამდენად ერეკლე მეფეს გავს. ეს ცალკე საკითხავია, მაგრამ სახელად ხო ქვია ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას და ტრადიციულად ატყდა ყიჟინა საქართველოში გავს, არ გავს, ესა და მე ხალხი როგორ თქვენ არაფერი არ მოგწონთ და მოდი თავშივე ვიტყვი, აი თავშივე მარტივად ეს პრობლემა რომ მოგვარდეს საქართველოში. თავშივე, აი ეს როგორ უნდა მოხდეს და ყველამ კარგად იცის როგორ უნდა მოხდეს საერთოდ. ირჩევა რამოდენიმე ეგზემპლიარი ნიმუში სავარაუდო ძეგლის, სანამ ძეგლი დაიდგმებოდეს, იმ რაიონის, იმ ქალაქის მოსახლეობა წყვეტს როგორი ძეგლი უნდა იდგეს მის უბანში, მის ქალაქში, რომელი უფრო შეესაბამება საზოგადოების აღქმას, ტერიტორიის აღქმას და ამას წყვეტს ხალხი. ხალხი უკვეთავს ასეთი ძეგლი, ან 3-4 ვარიანტიდან ესეთი უნდა იყოს და იდგმება ისეთი ძეგლი. და ამით მთავრდება ერთხელ და სამუდამოდ ასეთ საკითხებზე პრობლემა, რომელი პრობლემაც არის ყოველთვის საქართველოში, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ძეგლები რაც დაიდგმება, ძირითადად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელი რეალობაც უნდა იყოს იმ ძეგლზე გამოსახული და აქედან გამომდინარე ხდება ყოველთვის მსგავსი რამე, მაგრამ ქოცეების ეგი არ ადარდებთ, იმიტომ ქოცეებმა ფული უნდა მოღუნონ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ. ბიძინან უფრო უკეთესად იცის, კალამ უფრო უკეთესად იცის. თქვენ უფრო უკეთესად იცის, როგორი ძეგლი ჭირდება ქვეყანას. აქედან გამომდინარე ეს ყოველთვის იქნება საკამათო საგანი და თუ ვინმეს უნდა რომ საზოგადოებაში დასრულდეს მსგავსი რაღაცეები, აი ეს იქნება და არავის არ ექნება საქმელი, ეს ხალხმა აირჩია და ხალხის არჩეული არის, მაგრამ ამათ ხო პირიქით ხალხის დაპირისპირება უფრო აინტერესებს და სხვათა შორის კორუფციული ქსელი, რომელიც ძირითადში აბსოლუტურ უმრავლესობაში მსგავს რაღაცეებს ახლავს, იქ ფულის გამოწერა, ამის გათეთრება, იმის გამოთეთრება და მიყვება მე ეს ყველაფერი რა. და ესე რა ქვია, დღეს ესეთი სიტუაცია არის, ვინც ამბობს, რომ აი ძეგლი არ მოსწონს. და აქ ადამიანს უფლება არ მოწონდეს, ხო? ბიჭო, არის ხალხი რომლებსაც პიკასოს ნახატი არ მოწონს. მაგალითად მე პირადად მივხედავთ იმისა, გენიოსი არის სალვადორ დალია, მისი ნახატები არ მოწონს. რაღაცნაირად ვერ ვღებულობ. მივხედავთ იმისა, რომ მე ვინა ვარ. მაგრამ ადამიანი ვარ, ჩემი აზრის გამოხატვის უფლება არა მაქვს. და აი ესე ხდება, იცით, საერთო ჯამში, რომ ვიღაცას რაღაცა მოწონს, ვიღაცას რაღაცა არ მოწონს. ხო და ამათ ესე იგი თურმე ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა არ მოგწონს, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ვთქვათ და ჩვენ თუ ამას ვიტყვით, ჩვენ ვართ ეგრევე ნაცები თუ ნაცები ვართ ეგრევე, ჩვენ ყველა ნაცი ვართ და ვისაც ესე იგი ესე რა ქვია არ მოწონს, აი მაგალითად როგორ უნდა მოგეწონოს, აი გამაგებიეთ ვინმე გამაგებიეთ სად ერეკლე და სად მისი ხმალიო და გამაგებიეთ ერთი სად ერეკლე და სად ეს ვიზუალი ამ ცხენზე ამხედრებული, არ ვიცი, მეც პირველი ასოციაცია მეც რაც მქონდა ეს არ არის ქართველი ადამიანის ნაკვთები, ეს არის უფრო
თურქმანულ თათრული მონღოლური ეთნოსის წარმომადგენლის ნაკვთები და აი ზუსტად ეს ასოციაცია გამოიწვია ჩემში. ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც მინახია მაგალითად თემურ ლენგის ბლაგვის სიფათი, აი დაახლოებით ისეთი ახლა რა საერთო აქვს ამას ერეკლესთან, რომელიც რა ვიცი, აჰა, სხვა რაკურსიდან დავინახოთ თუ გინდათ ახლა. ვისთვის ასოცირდება ეს მე ერეკლე მეფე. მე არ ვამბობ ის, რომ თქვა სუდი ნამუშევარია და რაღაცა, მაგრამ ეს ერეკლეს გარდა რა ვიცი, ვისაც გინდა იმას გავს და იმას შეგიძლიათ მიამსგავსოთ და უფრო მონღოლოიდურ მებრძოლს, ვიდრე ერეკლეს, ხო? არ ვიცი ახლა კონცეფტ საერთოდ თვალებში ის აქვს, რა ქვია, ისეთი ხედველობა აქვს და ყოველდღიურ საქართველოს უყურებენ და ახლა ერეკლე თუ ასეთი დაინახეს, ნუ რა გასაკვირია. ამიტომ მეც და ჩვენც დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ერეკლეს თქვენი აზრით ერეკლეს ძეგლში ვერ დავინახოთ ის დიდი მეფე, რომელი მეფეც ესა რა ქვია, არ ვიცი, მსგავსი მებრძოლი მეფეები როგორ არ გვყავდა, ხო? სოლომონ პირველი, იგივე სვიმონი, ლუარსაბი, აღარაფერს ვამბობ აღმაშენებელზე, კაცო აღარაფერს ვამბობ გორგასალზე, მაგრამ როგორ არ გვყავდა, ხო? მაგრამ ერეკლე თვითონ ერეკლეს ფენომენი იყო ის, რომ ის ბავშვობიდან იწურთებოდა როგორც მეომარი და როგორც მებრძოლი, ჩამოყალიბებული მებრძოლი 15 წლის ასაკიდან მე მგონი. და არა მარტო საქართველოში, ირანში და ავღანეთში და ინდოეთში და სად არ ქონდა საბრძოლო გამოცდილება მიღებული და ესე იგი ადამიანი როდესაც გაბანეს ადგილი არ ქონდა დარჩენილი რა. ზოგი ამბობს 80 ჭრილობა ქონდა, ზოგი ადგილი არ ქონდა დარჩენილი ადამიანს, რომ ჭრილობა არ ქონოდა 500-ზე მეტ ბრძოლაში ქონდა მონაწილეობა მიღებული. 500-ზე მეტ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილეობა ქონდა მიღებული. წარმოგიდგენიათ თქვენ 500 ჯერ სიკვდილ შეებრძოლო იმაში, რა ქვია, ბრძოლაში, ეს საქართველოში იქნებოდა, ირანში იქნებოდა, ინდოეთში იქნებოდა, ავღანეთში იქნებოდა, სად იქნებოდა. ეს ხო ჩამოყალიბებული, დაბადებული მებრძოლი, რომელი დაბადებული მებრძოლიც არ ვიცი, თავისი სიცოცხლის 78 წლის მანძილზე 360 გრადუსით იქნებდა ხმალს. და აი როდესაც არ ვიცი, ვიზუალი თავიდან როგორც გამოჩნდა, მე ახლა საქართველოში არა ვარ და არ ჩანდა რა ეს ხმალი სხვადასხვა რაკურსიდან, სხვადასხვა იმიდან, ახლა რაც შეეხება მის აზრობრივ დატვირთვას და იმას, რა ქვია, აი ჯვარ ხმალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ხო? და ქონდა, არ ქონდა, ნუ გამოჩნდა რომ თურმე ქონია, მაგრამ ერთი შეხედვით არ ჩანს. ესეთი მებრძოლი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც ასოცირდება მებრძოლთან, მეომართან, ხმალთან და რომელზეც იყო წარწერილი მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისაო, ხო? და ცნობილი იყო მისი ხმალი, საქვეყნოდ აი არ ჩაუგია ქარქაში. მე მაინტერესებს რომელ იდიოტს მოვიდა თავში აზრად ხმალი ასე ყოფილიყო დაფარული და სად გინახიათ თქვენ მებრძოლს, მეომარს აღვირი და ხმალი ეკაოს ერთად. სად გინახიათ ეს რომელი იდიოტი გააკეთებს იმას, რომ ბრძოლის დროს აღვირი და ხმალი ერთად ეჭიროს, რომ რა დროს ცხენი რა დროს გაიქნევს თავს და გააგდებიოს ხელიდან, შეიძლება ხმალი ან როგორ შეიძლება ხელში დაიჭიროს ხმალი თუ ის ქარქაშიდან ამოღებული არის მსგავს ვარიანტში, ხო? ძალიან ოსტატურად გაქვთ მიმალული დამალული და აქ ამაზე არის საუბარი, რომ ვერავის ნორმალურს არავის არ წარმოუდგენია და ვერ წარმოუდგენია და ვერ შეიძლება წარმოიდგინო ერეკლეს ცხოვრებას თუ შეისწავლი, რომ ერეკლე მეორის ხმალი ან ქარქაში იყოს ჩაგებული, ან უშნოთ ეჭიროს და საერთოდ არ უჩანდეს ზოგიერთი რაკურსიდან ეს ხმალი და რა ვიცი, ხელში არ კონდეს აღმართული და წინ არ მიდიოდეს საბრძოლველი. სად გინახიათ თქვენ? რომელ კაცი სიბერემდე, კი არა, სიკვდილამდე ხმალს იქნევდა.
კრწანის ის ბრძოლის შემდეგ განჯაში გაილაშქრა კიდე. ახნის იყო უკვე მეფე. და რამდენი ბრძოლები ქონდა გადატანილი. და თქვენ ხო ასე ხმალი ხო უკავია ხელში, ხო ის გამახსენდა ქუთაისელი სერგი აროიძახის დანამაში ტრიამკაში ქონდა გახვეული, სადმე იქვე ზურგს უკან ისე ნინძასავით ჩაგედოთ ის ხმალი და უფრო გამოჩნდებოდა. ამიტომ თუ აქ ადამიანს დამოკიდებულება რომ არც ვიზუალი მოწონს, არც დატვირთვა მოწონს, არც იმ იმას რა ქვია მიმალვა მომალვას ხმლისას თუ არ ვიცი აკეთებს, დაგვიტოვეთ რა ამის უფლება. დაგვიტოვეთ ამის უფლება და სხვათა შორის შემთხვევით წავაწყდი დებდნენ ალბათ ყველაზე მეტად ეს მოაგონებს ადამიანს ეს თემურლენგის ძეგლი არის და ძალიან იმეორებს ვიზუალში უზანგებში ფეხის გაყრას, ხელის აწევას თუ მსგავს სახის ვიზუალსაც კი ბატონო, კი. მასე 15-16 წლის ახლა ინდოეთში ლაშქრობაში. და აი როგორ გავს ახლა ამათი შემოქმედება თემურლენგს. ახლა მე საერთოდ არ გამიკვირდება ამათ ეს უცხოური კულტურის გავლენის ქვეშ გაეკეთებიოთ ეს ყველაფერი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი აქეთ პრემიერ-მინისტრი გარბის და იქით სამარყანდში ჩადის და თემურლენგის საფლავს აგებს პატივს და პრეზიდენტი ქვია ამ დასწირებულს ყაველოღლის და ეგერ ათათურქის საფლავს კოცნის და რა მოხდა მე ახლა ხო ამერმა დასწირებულებმა გააკეთონ ესეთი ისა რა ქვია რა საერთოდ რაშია ხალხო საქმე იცით რა დონის აი რა კატეგორიის მართველიც არის და რა კატეგორიის მართველებიც ყავს ერა იმ ისტორიის, იმ ქვეყნის კულტურაზე აისახება ზედიზედ, აი არ შეიძლება იყოს მაღალი დონის მმართველი, ანუ ინტელექტუალურად და მორალურად და აზრობრივად და იმას კონდეს დაბალი დონის კულტურას მხარს უჭერდეს, იმიტომ რომ კარგად იცის იმან მისი სამშობლოს, მისი ქვეყნის, მისი კულტურის ფასი და არ დაამგვანებს მის ქვეყანას აი ესეთ რაც საბანძეც და საგიჟეც. თუმცა ეხლა სიმართლე გითხრათ, იცით, აი ვინც გახსნა ეს ძეგლი ეს დიდ ზუსტად შესაფერისი არის, იცით, შემოგარგებო. ძეგლი ვინც გახსნა, აი კახი კალაძეს აქ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მინიჭებული. სადერეკლე და სადკახი კალაძე და ვახტანგ გორგასლის ორდენი. და რატო ამბობ? ხალხო, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი შეიძლება კონდეს მინიჭებულ პირს, სამხედრო პირს, რომელსაც ართ ნამსახურები აქვს შეიარაღებულ ძალებში, საბრძოლო ოპერაციებში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავია გამოჩენილი. ხო. და ეს მეორე ბელთაყვა, ეს სირი იქ რო იდგა გვერდით. ეს ჩიჩილაკა კაცმა, რომელმაც ეროვნული ცნობიერება მე არ ვიციო, რას ნიშნავსო და საშიშათაც მიმაჩნიაო, რომ რას ქვია, რა კანონში ჩავწეროთო, რა ეროვნული ცნობიერებაო და დღეს გველაპარაკება ისტორიაზე, ქართველობაზე, ზნეობაზე, მორალზე და აი ესეთი დონის ადამიანები ახლა რას შეუკვეთავდნენ და რას დადგამდნენ, ისეც და რას გახსნიდნენ, ისეც უკეთესის მოლოდინი ვიზრახო. მე არ მქონდა, ნამდვილად არ მქონდა, მიკვირს სხვა რამე რო არ დააჭერიეს ხელში. იმიტომ ან ჩალმა რო არ გაუკეთეს, ან რა ვიცი უყვარდა ერეკლეს მით უმეტეს სპარსული ქუდის ტარება და არაფერი გადასარევი არ იქნებოდა იმაში და თქვენი ამბავი რო ვიცი მით უმეტეს ახლა ირანელებთან და არაბებთან და ამათთან სიყვარულში ტურისტებს უფრო მოიზიდავდა და ვერც ურავინ შეგედავებოდათ პატარა კახი და ინგილო გოგონა შეიძლება წაკითხული კონდეს ზოგ-ზოგი ერთს და ეცოდინებოდა და ნეტა სხვანაირ რამეში გავდეს იმას რა ქვია საერთოდ ამაში არის საქმე, რასაც ამბობდა შარლ დე გოლი, დაუშვებელია დაბალი დონის ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში ისინი ქვეყანას თავის დონეზე დაიყვანენო. აი დასული არის ახლა ქვეყანა იმის რა ქვია, კალაძის დონეზე, ჩიჩილაკას დონეზე, ივანიშვილის დონეზე და რას გეტყვით იცი?
აი ძალიან ერთ ისეთ რჩევას მოგცემთ, აი მეგობრულ რჩევას მოგცემთ ახლა თქვენ იმას რა ქვია ქოცების ბანდას, იმიტომ რომ ნუ მაინც ჩემ ქვეყანას ეტყობა ეგ ყველაფერი და დაანებეთ თქვენ ამ გმირების, ამ მეფეების, მებრძოლი მეფეების და ესეთი რაღაცეების ძეგლების დადგმას თავი. შეეშვით. აღდათ გეუბნებით. არა ეგ თქვენი საქმე. არ ზის თქვენში მებრძოლის სული, არ ზის თქვენში სამშობლოს სიყვარული, არ ზის თქვენში ტრადიცია, ადათი და როდესაც რაღაც არ ზის და იმას იწებებ, მერე ის თავისთავად იჩენს თავს. ისე როგორც სააკაშვილში არიჩდა. თქვენ უნდა დადგათ იმის რა ქვია, მარტოხელა პინგვინის ძეგლი. აი, კაი იდეას გაწმით. ახლა რომ არსად დედამიწის ზურგზე არ არსებულა ის რომ კავკასიაში ყოფილიყო სადმე პინგვინი. ბიზნესში ხავს. ამიტომ დადგით, რა ქვია, კავკასიონის ქედების ფონზე პინგვინი და ხელში დააწერიეთ ქოლგა, რომ მზისგან იჩრდილავს და ეს მეტ იმას მოგცემთ, რა ქვია, მეტი საინტერესო იქნება, დამიჯერეთ, და ბევრად მეტი საინტერესო იქნება და ბევრად მეტი აზრობრივი იქნება. გვერდით დაუდგით ზებრა, ან ზვიგენი, ანუ ჩოპინტრეს ძეგლი დადგით. არა, პრობლემა. ეს უფრო შეეფერება თქვენ ხანას და თქვენ ეპოქას, ვიდრე მებრძოლი მეფეების ძეგლის დადგმა, იმიტომ რომ ხლა ხომის და ბრძოლის თქვენ რა გესმით, საერთოდ და რა გინახიათ და რა საერთოდ რა შეხება გაქვთ მაგ ყველაფერთან? ჯო ბაგრატიონი ბოროდინოს ბრძოლაზე რომ ბრძოლის დროს რომ დაიჭრა ცნობილი არის ის რომ როდესაც მიყავდათ და აქეთ-იქეთ და განგრენა გჭირსო და ფეხი უნდა მოგაჭრათო. ფეხი უნდა მოგაჭრათო რომ გადარჩებიო და მერე თქვენო ცალფეხა ნაპოლეონიო ნაპოლეონი რაღაც ცალფეხა ბაგრატიონიო წარმოგიდგენიათო ვინმესო რომ ცალფეხა იქნებაო ბაგრატიონი ცხენზე ვერ ამხედრდებაო. და გარდაიცვალა კაც ფეხი რომ მოეჭრა შეიძლება ცოცხალი დარჩენილი. ახლა ამ კატეგორია ხალხიდან თქვენ ძალიან შორს ახართ. ძალიან შორს ახართ. შეეშვით რა. და ხო კიდე რაც ერთი საინტერესო არის, იცით? აი რა თქმა უნდა ეს პოზიტივი იმას რა ქვია, მსგავს რამებს აი არ გაუშვებდა ხელიდან და მის კანტორა რამიშვილის კანტორა აქვეყნებს გვერდზე კვერცხებზე დამდგარი ჩუსტების ძეგლს და აი გვერდით მეფე ერეკლის ქუჩას და იმას ძეგლს და აი იგრძენითო განსხვავებაო რომ ისინიო კვერცხებზე დამდგარო იმასო ჩვენო ერეკლეს ძეგლს დგამთო. რანაირს დგამ, ვიცია, რანაირს ამაშია საქმე და განსაკუთრებით რომ აფრიალებენ ქოცები სხვათა შორის თამარ მეფის ძეგლს, აგე რა, მესტიაში რო არის რა, აი, მესტიაში რო არის ძეგლი. მე მინდა ადრეს მithქვია და ყოველთვის ამ სვანებო. აი, ჩემ მშობლიური კუთხის ხალხო. ესა ჯერ პირველ რიგში თითოეული სვანის და საერთოდ სვანეთის სირცხვილია, რომ ეს ჯოჯო იქ დგას. ეს ჯოჯო იქ რო დგას, წმინდა მეფის რაღაცა ჯოჯო, რომელი ჯოჯოც არ ვიცი რა. სვანეთში ახლა ვინც იცის თამარ მეფის და სვანეთის და სვანების ურთიერთობა, ეს ცალკე საკითხია და ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, რომ ამდენი ხანია ეს ჯოჯო იქ დგას და ვერ მოიფიქრა ვერავინ მესტიაში, რომ ეს ჯოჯო აეღო. და დღეს აფრიალებენ ამ იმას, რა ქვია, ქოცები, რომ ესო, რა ქვია, აი ესეთო იმასო დგამდაო, ესო, რა ქვიაო, სააკაშვილიო და აბა თქვენ როგორ გონიათო, აი ესაა ძეგლიო. არა, ეს ძეგლი. არა, ეს ძეგლი. მაგრამ მესტია არა, ესა რაღაცა სხვა რაღაცა გასული საქართველოს ტერიტორიის, რა ქვია, იურისდიქციიდან. და არც ოკუპირებულ აფხაზეთშია და არც ოკუპირებულ ცხინვალში, მადლობა უფალს. მესტიელი ქალი, ქოცი, წულუკიანი, თქვენი რკინის ლედად ცნობილი, ეს ძუკნა, რო ეგდო კულტურის მინისტრად. მესტიელი ქალი. ამას რო ვერ აიღებდა მესტიაში,
ამ ჯოჯოს გადაადნობდა და ნორმალურს ვერ ჩამოასხამდა ის ხალხი ხართ თქვენი დებილი დედა შევეცით 13 წელიწადია მე ხელისუფლებაში ხარ და სათავეში ხარ და ეს ვერ გადაგიდვნიათ ეს ვერ მოგიცილებიათ იქედან თუ არ იცოდა წულუკიანმა ძუკნამ რომ რა იდგა მის იმაში რა ქვია და წულუკიანმა ძუკნამ არ იცის ისა რა ქვია თამარ მეფე რას ნიშნავს მესტიისთვის სვანეთისთვის ზოგადად სვანებისთვის და ეს ძეგლი ვერ მოაშორა და დღეს თუმცა რა თქმა უნდა მოეშორებია თვითონ ვარისი ის ყლინჯობები უნდა დადგან აგერ თვითონ და ამოაფრიალებენ მერე და გეტყვიან აი სააკაშვილი ამას დგამდაო და იმასთან შედარებით ამას დგამთო აი ეს მეზიზღება ხალხო იცით ბიჭო კოცებო აი თქვენ ზუკნებო რა ეს არაა თქვენი ქვეყანა დღეს არაა მესტია საქართველოს და თქვენზე არ უცელდება ეს და სააკაშვილის სირცხვილი თუ არის რომ ეს დადგა თქვენი სირცხვილი არ არის ეს დღემდე დგას მესტიაში მესტიელებო თქვენი სირცხვილი არ არის რომ ამას იტანთ და ყველა სვანის სირცხვილი არის მიმაჩნია რომ ეს ჯოჯო იქ დგას თამარ მეფის სახელი ისე ძალკე დაედგა ჯოჯო რა თუნდაც მაგრამ თამარ მეფის სახელი რომ მიაწერეს და ეს დადგეს იქ და აქამდე კაციშვილმა არა იყო ან კულტურული ძეგლის დაზიანება ახლა ამას ვინმე ხელი რომ მოკიდოს იმას დაიჭერე კულტურული ძეგლი დააზიანა არა ბიჭო ამდენი ხანი ან ხელმოწერა შეგროვდეს ან რაღაცა მოშორდეს ეს ჯოჯო აქ იქედა ეს რა უბედურება ეს მაგრამ კოცები არც ალიათ კოცები ამას სიცხვილი არა იმ წვენი არა ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანის ბრალია რომ ეს ქვეყანა გამარჯობა შენი ვესო აი გამარჯობა შენი აი სწორსამოს მაგძეგლი აიღონ კი არა გელათი გითლა დაანგრიესო და აი ამ დონეზე დასული საზოგადოება ვართ ჩვენ რომ აი 100%-იანი შენიშვნა არის როდესაც კი ბატონო გინდა საპატრიარქო თორნიკე კი ბატონო 100%-იანია ჩვენ ის ერი ვართ რომელიც თავის დროზე გელათს აშენებდა ქმნიდა ხაწერას უკეთებდა რა ვიცი ყველაფერს აი ოქროს ხანას ქმნიდა და 21 საუკუნეში ჩვენ ის საზოგადოება ვართ რომელიც საზოგადოებაც ამ აშენებულს იუნესკოს იმაში დაცულ ძეგლს კრამიტით ვერ ხურავთ ისე რომ წყალი არ ჩავიდეს და ფრესკები არ გააფუჭოს და ამაზე დუმს საპატრიარქო ამაზე დუმს საზოგადოება ამაზე დუმს ყველა აი ძაფელი არ აინტერესებს ის რა შეაინტერესებს ვის რა შეაინტერესებს გამომივა ახლა და დამიწყებენ იმაზე ლაპარაკს ძეგლი ვარგა ძეგლი არ ვარგა რანაირი კაცებიც ახართ საერთოდ აი რანაირი ვაშკაციც ახართ კოცები იმნაირი ვაშკაცური ძეგლი გაქვთ დადგმული რანაირი ეროვნულებიც ახართ და რანაირი სახეცაა თქვენი აი სახე არის გამოკვეთილი აი იმაში რა ხო და მე რაშია საქმე იცი ხალხო აი ეს დამპლური დამოკიდებულება ვისაც არ მოწონს ყველა ნაციონალია ყველა ნაციონალი ან თქვენც ნაციონალები ხართ მეც ნაციონალი ვარ სხვაებიც ნაციონალები არიან ვისაც არ მოწონს ეს ჯოჯო იქ დადგმული აი ეს მონური ფსიქიკის ხალხი და ყველანაირ ახსნა განმარტებას რომ მოუძებნიან იმისთვის რომ აი თურმე ხმალი იცი რა ქონია ხმალი დანამაში ტრიაპკაში გადახვეული და სადღაც ხო აქ ხმალი როგორ უკავია ხმალი ხელში როდის ეკავათ მასე ხმალი მებრძოლებს ცხენზე ამხედრებული მით უმეტეს მეფეს რა თქმა უნდა სიზულვილით კეთდება და რა თქმა უნდა გამიზნულად კეთდება და რა თქმა უნდა ბოროტად კეთდება ეს ყველაფერი იქეთ ატეხილი ერთი ამბავი იმისას რა ქვია ალბათ ეს დელფინა ძალიან გასწორებულში იქნება ახლა ბერძენიშვილი შესაფერისი ძეგლი არისო დადგმული რომ თურმე რომელიც ამბობს რომ თურმე ილია ჭავჭავაძე ლანძღავდა თურმე ერეკლე მეფეს თურმე ერეკლე მეფეზე დიდი პატრიოტი ყოფილა ისა რა ქვია ბერძენიშვილი ან სადნახა ილია ჭავჭავაძის მიერ ერეკლე მეფის ლანძღვა და გინება და გათახსირება და ფურთხება მე ასეთი რაღაცა არ გამიგონია არცად არ შემხვედრია მაგრამ
ახლა მე იტყვიან რომ ისა 37 წელშიო ხალხი იხვრიტებოდაო და ხან ბერძნელი შვილებისნაირებს გვარს არ ვაყენებ შეურაცხყოფას ამათ ეხებათ ესენი არ არიან იმ გვარის ხალხი ბერძნელი შვილებისნაირებს და დახრეთ და შტაბელებად და სტალინი იყო ცუდი ხაში რატო იყო სტალინი ცუდი იმიტომ რომ ამერ ბოზიშვილებიდან აცილებდა იმას დასახრეთი იმდენი იყო კიდე მე დავდგა უკეთესი ძეგლი ისა რა ქვია მე როც მოვინდომო ძეგლის დადგმა სიმართლე გითხრა და არაფერზე რო არ შევაწუხო საერთოდ აი გეტყვით აი ეს ირონიული პასუხი ხო არის კითხვა ხო არის ახლა შენ დადგიო თუ უკეთესა თუ უკეთესიო თუ გინდაო გეტყვით აი ამას ქუთაისში ჩემი უბნის ბოლოში არის კი თემურლენგისას უფრო გავს მემორიალი რომელიც დაანგრიეს დიდების მემორიალი რომელიც დაანგრიეს და ეგ რა ვიცი რა გოგორიშვილის უნიტაზი რო ააშენეს მივედით მერიაში მაშინ და არ უკარგავ მის გარჯას და შრომას იმ ადამიანს პატივცემ შალამბერიძე იყო მაშინ გუბერნატორი იყო იმერეთის კარგი ადამიანი იყო არის მეთქმა გაუმარჯოს კაცო მისი სიტყვა რაც თქვია იმ კაც არ შევკიო რაზეა ბიჭებო ლაპარაკიო ყველანაირად მე რაც შემეძლება დაგეხმარებითო და ქალაქის იმას და კულტურის და ძეგლთა დაცვის და ამის იმას და რა ვიცი სირი რო არის სირი ლომინაძე ის დეპუტატი დაგვიბარა კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილებამ და ქონდა ასეთი იდეა რომ დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის მისი პატარა ანალოგი რაც იყო დიდების მემორიალი ის გაგვიკეთებია რომელზეც იქნებოდა წარწერა შემდეგნაირი რომ აქ იდგა 300,000 ქართველის სულის სახსენებლად ძეგლი აი ესეთი ძეგლი რომელიც იქნა დანგრეული ვანდალურად ნიკოლოზობა დღეს და რომელიც ნგრევასაც შეეწირა უდანაშაულო დედაშვილი და მაგიო გავაკეთოთო მერეო ნაცები რომ უბრუნდენო რა გუშველებაო კულტურის განყოფილებაა შემიძლია მე ვთქარი გლახად ყოფილა შენსა ნაცები თუ უბრუნდენ მაგის თუ გეშინია მე ვთქარი მაშინ ადექიდათ ლაცადი ქვეყნიდან მე ვთქვარი მაინც არ შეგჩება არაფერი თქვა გამოვედით და ეს დასირებული ლომინაძე ვნახეთ ეს სირიის მითომექინის არა როგორც მის საქმეში კაი მწოდნე იყო კაცო მაგრამ მე ადამიანი რო იმას იტყვის რომ 10,000-ობით დაავადებული ვინ საფრანგეთში მკურნალობს კაციშვილი არ აყავსო იქო იმას ექიმი არ ქვია ისა უბოროტესი ადამიანი და ვეუბნებით ბიჭო გამოგვიყავით ტერიტორია რომელ ტერიტორიაზეც აი არ გვჭირდება ჩვენ მოვაწყობთ იმას ჩვენ დავდგამთ ძეგლს პატარა სკვერს ჩვენს გავაკეთებთ არავინ არ გვჭირდება არც ფულზე არ შეგაწუხებთ პირველი ეს ხო მაგ ტერიტორიაზეო თან რა ადგილას ვინცით ახლა ქუთაისი ეს ოღასკურის არხი სადაც გადის იმის აკეთა მხარეს რა მაგ ადგილზეო ჩვენო სპორტული კომპლექსი უნდა ავაშენოთ თქვენო ძეგლსო ვერ დაგადგმებიეთ ჯوار მინდა ბიჭო მე ვთხარი გვერდით ჩაწიე სადმე და იქ ააშენე მე ვთხარი კომპლექსი მე ვთხარი ეგ თუ რამე გინდათ ვინა მაგის წინააღმდეგ თუ არა ვერ გავცემთ სანქციებს მაგას სპორტული კომპლექსი გჭირდებაო და ვერაფრით ბოცა რო იყო ის ყვერი ის მერი ის კოცების ვერაო გამორიცხულიაო ჩვენო მაგის უფლება არა გვაქვს მაგიო ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნისო და ატეხეთ წილი მომცა ვინმე საშუალება დამედგა მომცა აი ეს არ მოუწია საშუალება ამიტომ ესენი ასეთი ბოზიშვილები არიან რა ამათ თუ გინდა თვითონ მიეწერათ ხო თვითონ არ აკეთებენ შენ მაინც გააკეთებიონ საქმე არ გააკეთებიე არ ჭირდებათ მით უმეტეს ასეთი წარწერა ვის რა შეჭირდება კაც კოჰაბიტაციაში ხალხი ხო და როდესაც ჩემოკარგებო პირს მოაღებთ და დაიწყებთ იმის ლაპარაკს რომ ნაცების დროს ასეთი ცუდი რაღაცა კეთდებოდა ხო და ეს თურმე საშინელი რაღაცა უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი პასუხისმგებლობა არის ის რომ ის სიმახინჯეები რომლებიც ნაცების დროს არის დარჩენილი მემკვიდრეობით ეს რა ქვია თქვენზეა გადმოსული გაიხარეთ ორნიკე გაიხარეთ მე ყველა მიმართულებით ამაკ ნაცდელი საქართველოში რა მიმართულებით გინდა არ გეცადა ადამიანს ყველგან ერთი სისტემა არის
ქოცებმა ისე იციან კულტურის, მემკვიდრეობის ფასი, რაღაცა, ეგეთი რაღაცების ფასი, როგორც თავის დროზე იცოდნენ ვანდალებმა. ხო, იმიტომ კოც რო შეგნება ქონოდა და კოც რო საკუთარი ქვეყნის რაღაცა ისტორიის და რამის პატივისცემა ქონოდა, სოფლიოში უძველეს ოქროს საბადოს არ დაუდებდა დინამიტებს და არ დაანგრევდა და ოქროს არ მოიპოვებდა და ისტორიას და კულტურას არ წაშლიდა. ისევე როგორც უამრავი სხვა რამე იქნა წაშლილ განადგურებული. და ეს გიორგაძე რო იყო, იმის დამსახურებით გაკეთდა ყველაფერი, სწრაფად კულტურულ ძეგლებზე მოხსნეს სტატუსი. საერთოდ წაშალეს ეს ვის ახსოვს ახლა ეგეთ რაღაცებს. ხვალ ეგიც არ ემახსოვრება არავის. ხვალ ეგეც არ ემახსოვრება არავის. მაგრამ თავს რო წამოყოფთ ქოცები და კაიკაცობაზე რო დაიწყებთ თავის დადებას, ხო? და მე თქვენი მოსაქმებულის გაправებას რო დაიწყებთ, ხო? არ არის ეგრე. არ არის ეგრე. გასაგებია, რომ ყავს ეუბნება ზაგარისადმი იღეო, ისია თქვენი და ნაცების ურთიერთობა. ნაცების დროს ხო ასე იყო, იმად დროს ხო ასე იყო, ამად დროს ხო ასე იყო, ასე ხო ისე იყო. გავიგეთ ბატონო. ვიცით. და მაგისთვის მოგათრიათ ხალხმა მაშინ და 13 წელია ხელისუფლებაში მიდოხართ, რომ ნაცების დროს რო ცუდად იყო თქვენმა თქვენ იმნაირი დედარძე მოწყნულები ხართ ნაცების დროს, რაც ცუდი იყო, იმაზე მე უარეს აკეთებ და მადლობელი იყავით, რომ ცოცხი არ აგაქვთ ერთ ადგილას და დუბინკა არ აგაქვთ ერთ ადგილას და მადლობელი იყავით ომი რო არა. ვის ახსოვს სოფოსა? ვის ახსოვს საყდრის? საყდრის გარდა კიდე სხვა ბევრი რაღაცე. ამიტომ ერთი მეორეზე დედამოწყნული ხალხი ხართ ქოცები და ნაცები რა. ხო. აი, ხლა ისე გესმით თქვენ ერეკლე მეორეს ფენომენი და ისე გესმით თქვენ საერთოდ საქართველოს ისტორია, როგორც მე მესმის, ახლა კვანტური ფიზიკა. როგორ ვერ ჩამორეცხავს თუ ჩემი ძმა ხარ ახლა, კითხი აბა ის გახსნა და მე კახეთში წავიდენ იქ და მე ეს ყველაფერი არჩევნების შემადგენელი ნაწილია, აი დაუწყებენ ახლა კახელებს ძეგლი დავდგითო ღვინის გაყიდვის პრობლემა ხო არა გაქვთო, ატმის გაყიდვის პრობლემაო აქეთო, იქეთო ჩვენ ვართ, კაი ხალხიო და ჩვენ მოგვეცით ხმა და აბა იქეთ არისო სააკაშვილი და ომი და უბედურებაო და წავა ასე და გაატარებს ხალხი. აღმაშენებლის ძეგლი იქედანი გადაიტანეს, ეს გადმოიტანეს, აღმაშენებლის ძეგლის დადგმა ბათუმში გაცემულია, აგერ რამდენი ხანია? 2017 წლიდან გაცემული არის სანქცია, რომ დაიდგას ძეგლი და ბათუმში ტერიტორია ვერ მონახეს დავით აღმაშენებლის ძეგლის დასადგამად და რასთვისაც მივდიოდით და რასაც ვამბობდით, მაგის გულისთვის დაგვიჭირეს და მერე მთელი ეს ერთი მეორეზე დაყოფილი ეს დედამოწყნული ქართველობა, ზოგიერთები ქართველს რო ეძახიან მის თავს ბათუმში რატო აღნიშნავდით დიდგორობასო? რა გინდოდა? თვითონ ბათუმი საქართველო არა ამათ twinში. ამათ twinში არა, ბათუმში რა უნდა აღმაშენებლის ძეგლსო, კაცო? მანჯავიძე, ხალბატონო, ნაიკო, კი ბატონო, მანჯავიძე არის ჩვეულებრივი. მე ჯერ კიდე 2011 წელს მანჯავიძე იყო მაშინდელი კუდის კაპიტანი. ეგ არის ჩვეულებრივად სისტემის ჩანერგილი აქტივისტი საზოგადოებაში, რომლის თავარი ამოცანა არის მსგავს რაღაცეებში манипуლირება. მანჯავიძისნაირი გამправებელი და იმისნაირი, რა ქვია, ჯორჯიან ტაიმსი რო ყავს, გულაშვილისნაირი გამправებელი და აღნაირი გამправებლები არაკლია ქოცებს. გოგავასნაირი კიდე გამправებლები. ხაინდრავას ძმაკაცები. სადა მანჯავიძე სინდისნამუსი სადა? დავიწყდა მაგ მანჯავიძეს. მაშინ ისე იყო საჭირო და ახლა ასია საჭირო. სადა აქვს ცუცვილი? როდისმერე იყო, მაგათმა ხმა ამოიღონ როდისმე სისტემის მიმართ. როდისმერე. ეგ იყო თავის დროზე შექმნილი სპეციალურად
კოჰაბიტაციით უკმაყოფილო ხალხის მასის საკონტროლოდ ტრაკფხან მოურავის ისა რა ქვია პატრიოტთა ალიანსი რო ერქვა და ისა მისი გამოსწირებული ის ირმაინაშვილი და ის და ეს ხალხის მასა რომელიც კოჰაბიტაციის შემდეგ იყო დარჩენილი ამ მასის სამართავად ქონდა გაკეთებული ბიზნესიდან ქვეყანა ფულებს იღებდნენ ბათუმში ვერ დადგავენ აღმაშენებლის ძეგლს იმიტომ რომ ოსმალები არ მიცემენ ნებართვას, ხო? აღშფოთებიან, ხო? ახლა ბიჭო, ისეთი პრეზიდენტი რო გყავს, რომელიც დიდგორობა დღეს მიდის და ათათურქის თურქულ ჯარს ესალმება და ათათურქის საფლავს კოცნის და თურქების დაბრუნებას აწერს ხელს. ვინა მანჯავიძე, ხალბატონო, სოსელო მანჯავიძე, ვინა? მე ეგეთი ხალხიდან რომელი ძეგლის დადგმაზე არის საუბარი ხალხო რომელი ძეგლის დადგმაზე არის საუბარი გაყიდულია ის ბათუმი დიდი ხანია ამათ გათვლილი აქვს ეს გადასაცემად და რა თქმა უნდა მაგი კი არა ჩემო ძმაო აგერ ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარებში აი თურქები ისე არიან საქართველოში აბლატავებული რომ აი გუშინ წინ იყო თუ ერთ 3 დღის უკან იყო რა გააცა ქალთა ფეხბურთის ისე ჩხუბი მოხდა სტადიონზე რაცა ქალები დაერიან ერთმანეთს ულაწუნებდნენ და ბათუმის და ლანჩხუთის გუნდიო თამაშობდაო და ბათუმის გუნდს ვიღაცა თურქი მეპატრონე ყოლია და გადამხტარა ეს თურქი მეპატრონე ხო და ეს ქართველი გოგოებისთვის სტადიონზე ურტყია სპირპირი უმტრავია და არათუ ვინმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბიჭო ჯერ კაცი არ იდექით იქ ვინმე რო ამ თურქს არაც ემიათ ეს ჯერ ვინც არ უნდა იყოს რო კითხოს არა ძალადობას არა ქალზე ძალადობას ქალზე მოძალადეს და ვიღაცა თურქმა 16-15 წლის ბავშვი გოგოები იმაზე ცემა სტადიონზე და კაცი შორს ხმა არ მოიღო დროები თორნი აი ამ დონეზე არის დაგლახავებული, დაჩმორებული და ვინმეს რო გაელახა ახლა ის თურქი იქ ალბათ იმას დაიჭერდნენ, იმ თურქს გამოუშვებდნენ და ალბათ თავი შეიკავეს და ეს 15-16 წლის გოგო აცემიეს. ამნაირი ცხოვრება მეიყვანა. გაყიდულია საქართველოს და იცი ყველაზე მეტად მეზიზღება ეს გამправებლები, ყველანაირი ფორმით რო ტრაქს წმინდავენ ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს, თუ არა ივანიშვილი და ქოცები რა დედამოწყლული ხალხიცაა, მაგას არ უნდა ლაპარაკი. და კიდე ერთხელ გეუბნებით ეს არ ვამბობ მე ამას ხუმრობით ბევრს გაეცინა გირჩევთ უყვართ საერთოდ თქვენს ბელადს ესეთი ინოვაციური რაღაცეები და ყავს რაღაც ეს ეგზოტიკური ჯიშის ისინი რა ქვია რაღაცეები და დადგით ის ბაობაოს ხე დადგით მის ჭრდილში მის რა ქვია პინგვინი კოლგით ხელში გვერდით დაუყენეთ ზებრა გვერდით დაუყენეთ ზვიგენი, აბა როდის ყოფილა საქართველოში პინგვინს და იმას, რა ქვია, ზებრას და ზვიგენს ეცხოვროს. ბატონი ბიძინას წყალობით ეს ყველაფერი მოსახერხებელია. ამიტომ დადგით. ეს მეტი საინტერესო იქნება. სად მოხდა ჩემო ძმაო და თბილისში მოხდა, როგორც ვიცი, იმისა, რა ქვია, მე მგონი დიღმის სტადიონზე 15-16 წლის გოგოები ფეხბურთს თამაშობდნენ და იქ თურქი გადმოხდა და ეს ქართველი გოგოები ცემა და ხარ ვიცი სიმართლე გითხრა კაცები სად იყვნენ ეს გამოყლეებულები რა რას უყურებდნენ იქ პირდაღებულები მაგრამ ეს მოხდა და არავის პასუხი არ მოუთხოვია რა კარგი გიზო მომწერე და ეცდები პასუხი გაქცი შემოგვი. ახლა პოლიცია თურქებს ეხმარებიან კი არა, თურქების სამსახურში არიან ჩამდგარი. ახლა მე თვითონ ავარ მაგის მაგალითი, ვერავინ ვერ იმას იზამს, რა ქვია. იტყვის იმას, რომ მე რაღაცას ვიგონებ, ხო? ეგრეი. მე დამიჭირეს დიდგორობის გამო ჩემ ქვეყანაში. აი ეგ არის ჩემო კარგებო რა ასე უბედურად და ასე უძღეურად მიდის ქვეყანა და ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა კი არა
კოცები უკან უნდა შეაბრუნო და ხელახლა თუ გამოაძროი მე თუ რამე ეშველებათ მაგენს რამე თუ არა კოცს შეიძლება რამე ეშველოს დარჩება მთელი ცხოვრება ბიზნეს მონად და ექნება დევიზი და ოცნება პატარა კოცის ფიქრები ბიზნესზე ბრა ვიქნები всё ეგა ხმალი ხო აქვს ხო ქონია ხმალი და ხო ვინმე ისა რა ქვია არ ვიცი დავით აი აზი არა ვარ არ ვიცი აი სიმართლე გითხრა ეგა ფაქტი ახლა ის ჩხუბის მომენტი მეც ვნახე მე დახურა კამერამ და იქ ფაქტია რომ გადახტენ და საცემად და მე ის ბავშვი გოგო პოსტს წერდა Facebook გვერდზე ნებისმიერ შეუძლია მოიძებნოს და ნახოს რომ რა მოხდა ქალთა ფეხბურთზე 15-16 წლის ბავშვი გალახეს და ის ბავშვი წერდა მე ეს გოგო რომ ფეხბურთის თამაშის დროსო დაცულათო თავს ელემენტარული ვერძო ვინმე არ გადმომიხდეს და არ მცემოსო და ეს ამდენი ვაშკაცები და ამდენი მამაკაცები და ამდენი ისინი რა ვიცი რას იდგენ და რას უყურებდნენ ჩემი ძმა ხარ ახლა ის ნახდათ არ მიკვირს რომ საქართველოში თურქები მასე გაბლატავებული არიან და თავზე ისხამენ და ცახუდათ არ მიაჩნიათ დედამიწა ქალამნად 2011 წელი იყო თბილისის აეროპორტში ჩხუბი მომივიდა იმის გამო რომ თურქი ამცილებელი თვითმფრინავში არ მაჯენდა შენო ალკოჰოლის სუნი მეცაო და არ უნდა დაждდეო და სანამ ცემით არ შევედით არ ვცემე მართლა და ისე არავედი გავითავისუფლე გზა დავედი და დავჯექ ჩემ ადგილზე არ მაჯენდა და მე მომიყვანა პოლიცია მე მიჭერდე ჩემ ბილეთი რომელიც მქონდა 4 რეისიანი 4 რეისის ბილეთი იმ კომპანიაში არ მაჯენდნენ იმიტომ რომ შენო ისო რა ქვიაო ცემეო და არ მიშვედა შემოვედი მეტი გზა არ მქონდა და რჩედი აი ესე ქონდა თავზე გადასხმული და ესე აქვს თავზე გადასხმული გაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და ყაველოღლი რო გეყოლება პრეზიდენტი იქ რა უნდა გაგიკვირდეს და ყველა კოცმა დაუკარეთ ტაში და გააправეთ რამენაირად თქვენ ერთი დღე იქნება კაი დღე დაგიდგებათ საკუთარ თითებს დაიჭამთ მაგრამ მანამდე ქვეყანას რა ეშველება თუ არა თქვენი მიმდევარის და თქვენი დედა შევეცეს ყველასას კარგად ზამდებოდეთ მადლობა ყველას ყურადღებისთვის